გამარჯობათ, გადაცემა ერთი დღე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რა თქმა უნდა, თიკოსთან ერთად და მე მინდა გაგაცნოთ დღევანდელი გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი, რომელიც ცხოვრების წესით ტოროლა აღმოჩნდა, იმიტომ რომ ახლა არის ზუსტად 9 საათი. მაგრამ ლიფტი არ მუშაობს. მოკლედ, ადამიანი, რომელმაც საზოგადოებას თავი ტირილით გააცნო და ზარი ორიგინალური ვინ არის? Привет! Привет! ნინა წკრიალაშვილი. მოგესალმებათ ყველას. სახელი მითხარი? ეს შენი მეგობარია? სკოლაში მიყავს ესეც? წამოგინა წავიყვანოთ. ყველაზე ხარ სკოლაში რომ მიწავიდეს რეგანი. ესე იგი ნინა, როგორ იწყება შენი დილა, მოდი გქა. დილა იწყება 8 საათზე. დიან მივიდნენ რა. გამოდის რომ 3 საათი მძინავს ან დავთხარ. დღეს გამოვიდოში ხო? გამით 8 საათი გავდივარ სკოლაში. გვატირებს ეს გვატირებს. ეს იგი ყავს არა, დედა, ეს არ წავიღოთ. ნინაზე ძალიან უყვარს მე. ნუ დაახლოებით. აი ნინასთან ავიღოთ და წავედით. ეს კი ყოველი დღე იწყება შენი ესე სანდრო ნუ უფრო ადრე რა ხდება იცი რომ წესით დადის ავტობუსი, მაგრამ სად შეგვიძლია ხა ავტობუსი გავყვეთ, გვაგვიანდება რა და მე იძულებული ვარ ბაგებში ვატარო ყოველდღიურად მანქანა. აჰა, ავტობუსზე გაგვიანდებათ. ხო, 9-ზე მოდის ავტობუსი და 10-ს რო უკლია წუთები მაშინ არის რა ქვია სწავლა იწყება რა და ეს კაი 15 რო უკლია და ეს 40 წუთი მასზე სამაბევრაბას და ხვდები რომ ეს არის ეს 40 წუთი წავართ ასეთი ნინა მე ვიცი კერა და მესია რომ ყავდა მობილი ნივა და არა მარტო ნივა ყველა რუსული ის წარმოების მანქანა დავიწყე 07-ით მე მყავდა 09 მე ნივა და ბოლოს უკვე რომ სერიოზულად მუსკულები ამომივიდა ოჯახმა გადაწყვიტა რომ რაღაცა პატივი ეცათ და შევიცვალე და დავისვენე მართლა რა. ანუ ოჯახის სახსრებით იძენ ავტომობილებს და არა შენ. აუ რა თქმა უნდა, ხო ხა ღმერთს მოკნას მალე. მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში და ყველაფერს ვაკეთებ რომ მალე თუნდა ერთ წელში იქნება თუ ორ წელში რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი ვიყო ჩემი ოჯახისგან. თუმცა არ მოვიტყვები რომ მეც მაქვს ჩემი შემოსავალი და რაღაცაში მაინც ყოფნის ეს ჩემი ფული. სანდრო, გიყვარს დედიკორს რომ იყევ ხარ სკოლაში ყოველ დღე? თუ ავტობუსს უფრო გინდა რომ გაყვე. მითხარი. ავტობუსი არ დავაგვიანებს. შეიძლება შეიძლება დავაგვიანებ. რა წაგვიანებ ხოლმე? არა 5-10 წუთით და ეს არის რა ქვია მკაცრი რეჟიმია ძალიან სკოლაში და უბრალოდ უხერხულია მეცნ მერდება ხომ თორე ვინმე რამის კი არ მეუნება რომ რატო იგვიანებ და ესე ძალიან ზედმეტად ისეთ წესრიგია და უხერხულია რა დაგვიანება. კარგად ისადილებ ხო? და ისქნათ რა ქვია. აქ სადილობ სანდრო? მოდი. შეგინთ არ შეგვიშვებენ სამწუხაროდ მოდი გაკოც. აბა შენიც. ყიანად დე. პაკა. სპაიდერმენის ჩანთარო აქ არის, ფანი არის სპაიდერმენის და სახში კედლებზე დასოსავს და რაღაც და შენი ფანი თუა. ჩემი? არა, უბრალოდ უხარია ხომ რომ ხედავს ეკრანზე. დე შენ ხარ ტელევიზორში რაღაცა ისე. და იმას ტირო და მიყიდო რა ქსელების გასაშვები ვაი მე როგორ ვფიქრობ ქსელების გასაშვები და რაღაცა ვიშოვო წყალს უშვებს რა არა მაინც ქსელების გასაშვები ეხლა მე კივილი გამოვარდი ეს ხთები არ მოვიცი ახლა გაიღვიძე? გამარჯობა. ეს არის ჩემი ძმა შოთა. გამარჯობა ჩემი ძმა. შო. ნივას არის სკოლაში არ დაგვაგვიანი. დაყარი აქვე და წავიდეთ სამზარეულოში. მაესტროს უყურებთ? მაესტროს ხო.
როგორი ლამაზი სამზარეულო. ისაუზმოთ. მინდა ყოველ დღე ესე გრძელდება შენი ერთი დღე რო ტოვებ სანდროს მოდიხარ საუზმო and მე სადილს ვაკეთებ. კიდევ კაი ბავშვი სუპერ წვნიანი საჭმელი არ უყვარს. ხო და თან სკოლაში სადილობს რას წვნიანს ითმაშება და მე გავდივარ იოლად ანუ ან კატლეტი ან შემწარი კარტოფილი მაკარონი აი შეიძლება ამზადო. კი რა თქმა უნდა უფრო სერიოზული სადილების გაკეთებაც ვიცი მაგრამ ნუ არ ჭამე და რატო გავაკეთე თუ გამოცდილებიდან. არა მარტო ცხოვრების გამოცდილებიდან მივიღე ეს რაღაცა ეს ხო ამბობდი რომ 16 წლიდან მარტო ცხოვრობ მანქანაში და 16 წლიდან რატო მარტო? რა ვიცი 17-ის გავთხოვდი, გადმოვედით მე ცალკე, მანამდე ხო, მანამდე ცხოვრობ როგორც ყველა გათხოვილი ქალი, ანუ დიასახლისო. ხო, მართლა დიასახლისობდი, როგორ იცი, რა ხარ მახსენდება, ნუ ეხა არ შემილია მაგდენი მართლა. გავზარმასდი უფრო. მაგრამ ეს ყველაფერს გაკეთება შემიძლია, თუ დამჭირდა ვარ. იგი როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ყველაფერი არის პირიქით. თხოვდებიან, იწყებენ დიასახლისობას, კერძების მომზადებას, სახლის დალაგებას, ჭურჭლის რეცხვას, ბავშვების გაჩენას. შენ ბავშვების გაჩენას მოვლა, შემდეგ შორდებიან და რა დრო იყო? მე ვიდეს კარიერაზე ხო ესე მუშაობ. კარიერაზე სწავლაზე მუშაობა რა დრო იყო? ეხა სად შემილია მაგდენი სახს რო ვაწყრიალებდი. არა, ვაკეთებ ყველაფერს, მართკრიალებში. მართლა ვაკეთებ ყველაფერს, ოღონდ იცი რა არის ერთი პლუსი ის არის რომ თუ ძალიან მეზარება თავს არ მოვიკლავ რა, მაგრამ მე ერთი დღეს მოვა და დავდგები და გავაკეთებ ყველაფერს. თუ არის ხოლმე ესეთი დღე, როცა შენ ამზადებ რაიმაკერს და ვახშამზე პატიჟებ მეგობრებს ან ოჯახის წევრებს. ნუ ალბათ იშვიათად იქნება, მაგრამ არა, იშვიათად, არა, რატო? ყოფილა და არა. კი, ყოფილა მართლა. მე მოყვარს ძალიან ჭადი და ყველი, ყველაზე მეტად მოყვარს და მეც. ისე გონ მეყვარს და რაღაცა სხვადასხვა ვარიანტებს ვაკეთებ ხოლმე რა. ერთხელ ვცადე ცოტა სოდა, ბორჯომში უნდა მოძრაო, ცოტა სოდა, სულ ცოტა მარილი და ცოტა ზეთი შეგინეთ ქვილში რა. მე რაღაცა ესე კარგად უნდა ის ნააზილო და ცოტა ხანს დატოვო, ნახევარი საათით და იცი რა მაგარია რო შეჭამ რომ ის გამოცხობ ჯერ ლამაზი არის ფუმფულა რაღაცა და ბორჯომი. ხო და კიდე საფილმო კერძი რა მაქვს და ნინა თუ არ საფილმო. ნინა არ მაქვს, იმას ვაკეთებ ხოლმე. ნინა ღუმელში მოხარშული კარტოფილი დაჭრილი, ქვემოთ ხახვი, მერე გახიხილი ყველი, მოხარშული ხორცი, მაიონეზი, მწვანილება. მართლა კარგად გამომდის რა, იმიტომ რომ ყველა მაგნიშნა. ორი ვარიანტია, ერთი არის საქონლის ხორცი და მეორე არის ქათმის ხორცი და ორივე კარგად გამომდის. ასგენ ნინას მას არაჩვეულებრივი ყავის მომზადებას ცოდნია, ასე რომ გამოუვარეთ ხოლმე ნინას და მე. არა, მართლა მე არ გამომდის ეს დოზები მე ვარ და ამან უკვე ისწავლა. ხო? ეხა ესე იგი იწყება პროცედურა, რომ ცოტა მოუწესრიგდე, იმიტომ რომ ხო. ანუ დილით რო იღვიძებ არ წესრიგდება. პირდაპირ ეს არის ჯინსებს ამოვისვამ და გული რო არ გავუსკოთ თქვა სკოლაში ელემენტარული ხო? წავივარცხნი. მოვდივარ მე საუზმობ თუ სახში რაღაცაა სადილი გასაკეთებელი. დღეს მაგალითად პილმენს მოხარშავენ დავტოვებ ამბავს და პილმენი და ის რა ქვია არეჟანი. სანდროს უყვარს ძალიან და ადვილად გამოვალ დღეს თქვა. ეხლა წავალ მოწესრიგდები და მე იწყება უკვე საქმეებზე. სერფელი. ეს არის ჩემი ოთახი. ხო, ეს არის ჩემი ოთახი. აქ წინავს არის ჩემი ფოტო. და მომწონს პროსტა ჩარჩო ვერ შევარჩიე და მინდა რომ მატავ ფურცელზე. და ეს ფოტო იყო ჟურნალ სარკის ყდაზე, ხო? უბრალოდ ცხენი არ ჩანს. ცხენი ჩამოჭრა. ეს არის ჩემი ნახატები, აი კი არ ვიცი ხატვა, საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ერთ დღესაც რაღაცა მომინდა რომ დამეხატა და რაღაცა და ძალიან მაგრა გამოგიდგა. სუდად ვიყავი, გაიგე, საერთოდ ფუნჯის ჭერა არ ვიცი, აი ასე არ ვარ და მომინდა რომ დამეხატა, წავედი ვიყიდე გუაშები, ფურცელი და რაღაც 1-4-5 ნახატი. ეს დეპრესიაში ყავდი, გადმოანთხია ფურცლებზე ხო? გადმოანთხე. კიდე მაქვს ბევრი, მაგრამ ის იქით სახში მოგეს. დაკიდული ეს ორი განსაკუთრებით მიყვარს და გავაკეთე ვერც. და მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივად გამოგდის, არ გიცდია რომ სერიოზულად მოგეკიდა ხელი? არ ვიცი, სხვადასხვა დღეს მომინდა კიდე ძალიან რომ დამეხატა და ვერ მოვახერხე და ამ დღეებში ჩაუჭდები, აბა როცა. აი შენს ახალ კლიპში უზიხარ თიხას.
გეხერხება მართლა თუ გვატყუებ ეს რაღაც. იცი რა არის? ახლა გეტყვი სიმართლეს. არ მიცდი არასოდეს, მაგრამ თუ მე შინაგანად ვერ ვარ ისე როგორც უნდა ვიყო, ან თუ ცუდად თუ არ, ყველაფერი გამომდის რა. ანუ რასაც არ უნდა მოკიდო ხელი, ყველაფერი ჩათვალე რომ გამოგაშლება. მაღალ დონის არ გამოგივიდეს, მაგრამ გამოგივიდეს. შეკერუთა ჩემი კერია რაღაცა. ბაი გაჩვენებ ჩემ გაკეთებულ ჩანთებს. მიდი. მინდა? წავიდა. მოცოდა აი შათა შევკერე მე. ნუ კი აღარ ხმარობ, მაგრამ ადრე მე 1-2 წლის უკან შევკერე რა, ვიხალისე პაწარ. აი ეს ჩანთა გავაკეთე მე. handmade-ია. აი ჩანთა ემჩნევა რო გაკეთებულია. და ეს ჩანთა როგორ გააკეთე? სახში ვიპოვე ეს ამფერი ტყავი რა. ხო. დავჭერი, გამოვჭერი, მე ესენი ხელით რაღაცნაირად მივავდი. ხელითა ეს მიკერებული. ხო, არა, ისეთ და მივამაგრე რა. ეს დედა ჩემის ძველ ჩანთას მოვხსენი და წავედი პირიმზეში მე რა. პირიმზეში დამიკერეს და ესენი დავაკეთე. ძალიან ორიგინალური. ხო, კაი. შეკვეთებზე ხო არ მიშაო. არის წებოდი აქსესუარები, რომელიც შენ ძალიან გიყვარს. აქსესუარები. ჩემი ყველაზე საყვარელი სათვალე, რომელიც ერთი წელი არ მომბეზდა პირველი შემთხვევა. ხო, მგონი კიდე არ მოგბეზდება. არა, ხო. და ამ სათვალის გარდა აქ უამრავი სათვალეა. სათვალებს საერთოდ ჩუქნიან თუ შენ თვითონ იძენ? არა, ვიძე. ეს საჩუქრებია? არა, ვინას გაჩუქეს. გაჩუქეს. მე არ მაქვს ეგეთი. ცხოვრება მოვიდა. მე მომწონს ძალიან ეს ბრასლეტი, იმიტომ რომ რაღაც გამოსასროლ დასწროს და რაღაცა ლამაზი არის, ზაგარს უხდება ძალიან. ეხლა ზაგარი არ გვაქვს, მაგრამ მაინც. აი ეს მიყვარს ყველაზე მეტად, აი ეს ბრასლეტი, გიშტები, აი ყველაფერზე დიდი ხანია? რაც გაქვს? დიდი ხანი რა ჩემოსმა ჩამოვიტანა ლონდონიდან და როდის ჩამოვიდა რაღაც იანვარში ჩამოვიდა და იმის მერე ყოველ დღე მიკეთია. აი არ შემიძლია რომ მე ყველას ვანები და დღესაც ვიტყვი, ტყავები უყვარს და აქსესუარები განსაკუთრებით ნინეს, ასე რომ ნინეს თაყვანისმცემლებო მოინდომეთ და გამოუშვით. კიდე რა არის აქ ისეთ საინტერესო. შანჟრონ ესეც რაღაცა. მე შენთვის ყველაზე საყვარელი ნივთი რომელია? ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნივთი არის აი ეს ამის სეპი გამიწყდა და ძალიან ლამაზი კულონია ეს და ეს რა ქვია მაგის სეპი გამიწყდა და ეგ მოყვარს და ეს საყურე მოყვარს ახლა რატომღაც ამ ბოლო დროს ამას ხმარობ. კიდე რა მოყვარს. და ხა ეს ბოლო 2 კვირა ეს სათვალე მოქვს ამოჩემებული რა ერთი ძილში არ მიგეთია მარტო რა. ეს რაც მათვე ახლა ეს თათასთან შეკერილი ძალიან მიყვარს უკვე მეორე თუ მესამე წელი არ ვიცი და არ ვიხთი რა ესე მიყვარს და მიყვარს გამაშები და რაღაცეები კიდე ფეხსაცმელზე ცალკე ხო ეს რაღაცებზე იცმე ყავისფერ ფეხსაცმელზე თქვათ მაგას მწვანე აწყნარებს სხვათა შორის სალათისფერი და ვინაიდან რადგან ამ ოთახში გძინავს ასე იგი შენ დაწყნარებული დადიხარ ესეთ უნდა ვიყო დაწყნარებული Interesting when people do ლინზები გავიკეთო მოდი რა გავიკეთოთ აბა ლინზები თუ არ დავბრმავდი ზოგჯერ ძალიან მაწუხებს და და რას გეუბნებიან? აი მე მაგალითად რამოდენიმე ლინზები გავიკეთე და მითხრეს რომ საშინელად არ გიხდება. ხელოვნური ხარო. ხელოვნური მე რას მეგობრებიან? იცი რომ ეს რაღაცა ჩვეულებრივი ადამიანის დაუჭირებას ტოვებ და ლინზებში წერვა ხარო და ხო და აი ნახე. ეს სურამები შენ გეკუთვნის? კი, ეს სურამები მე მეკუთვნის. ჩემი ყველაზე საყვარელი სურამი არის რომელს რალფ ლაურენის ყოფილა შემთხვევა რომ არ გამოგერთმევია საჩუქარი? კი, როგორ არა ხშირად, მაგრამ მე რა მინანია პრინციპში საჩუქრის გამორთმება რაღაცა გოიმოვა პრინციპში, მაგრამ ხო, კი, მაგრამ რაღაც ალბათ მიფიქრია და სწორად გადამისყოდია მე ბოლოს მაის მივხვდარა რომ არ უნდა ამიღო ისე. საერთოდ ვინ ზრუნავს ნინას იმიჯზე, ჩაცმულობაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩაცმულობაზე ზრუნავ ყოველთვის მე თვითონ. კიდე ჩემი მეგობარი ჯიჯი რეჯინი მიკეთოს თუ გადაგება რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი კონცერტი რაღაც მაკიაჟს. ძალიან კარგად იცის ის რა ყველას მაგიაში მე არ მიხდება ეთქვა პრეტენზიული სახე მაქვს ვერ გეტყვით და ეს თუ ჯიჯი არ არის მირჩევნია მე თვითონ გავიკეთო ვიდრე
სხვა ვიზაჟისტმა გამიკეთოს რა. ეს იმასულაც არ ნიშნავს, რომ ვიღაცა არ მომწონს. Просто მე ამიხდები. ექსპერიმენტები თუ გიყვარს, ანუ დავშეთ კონცერტის წინ შეგიძლია თუ არა ვიღაცა ახალს, ვისაც არ იცნობ, ისეთ ვიზაჟისტს მიმართო, რომელსაც არასდროს არ გაუკეთებია შენთვის მეიქაპ. ექსპერიმენტები არ მიყვარს, მაგრამ ხშირად მომსვლია ესეთ და მე კურიოზი ხომ, მე ბამბით ვიშორებ ხოლმე ესეთ რაღაცას, ანუ სალონში ხო თუ მოსულხარ? სალონში კი, ძალიან ხშირად დამიხვევია, მე სახში მოსვლა რომ დამისვლებია, მე თვითონ გამიგეთებია და არა რაღაცა ესე. და ამის გამო გაგვიანდება თუ არა ხშირად და საერთოდ მაგვიანდება, მაინც ვასწრებ. პუნქტუალური ხარ თუ არა? მე ვფიქრობ, ზედმეტად პუნქტუალური ვარ და მარტო ნემედი ვარ ხოლმე პირველი. იქ და მე გადავწყვიტე რომ დავაგვიანო. სპეციალურად სპეციალურად დავაგვიანო. You know the day destroys the night, night divides the day. ეს ის ნინა აღარ არის, როგორც დილით იყო. ახლა უკვე გამოიწყო იმისათვის, რომ საქმეებზე იაროს. წავედით. შოთ, გასაღები არ გაქვს. პაკა. გასაღები მომაქვს, ტელეფონი მომაქვს. ესეთი დღე თუა, როცა სანდრო მიყავს სკოლაში და იქიდან პირდაპირ საქმეებს გადიხარ, ანუ სახში აღარ ბრუნდები და გიგიდანვე ისეთ ფორმაში ხარ, როგორშიც ეხლა. როგორშიც ეხლა არა, იქიდან ისეთ ფორმაში ვარ, დილით რო ვიყავი. წელი დღე და ყველაზე დიდი სათვალე რაც მაქვს ის მკეცია ხოლმე, რომ რაღაცა სახე მაინც დავამალო. ხო. თუ საიდუმლო არ არის საქართველოს ბანკში რა გინდა? რა მინდა და გეტყვი რაც მე მაქვს კრედიტი მაქვს აღებული სტუდიისთვის და იმას ფარავე ხარ. ასე და კიდე რაღაცა გადარიცხვებს ვაკეთებ რაღაცებს, კაროჩე, ანგარის შევამოწმოთ, დაჯდა თუ არა თანხა და მთელი ამბები. ეს ბიზნეს ვუმენი ხარ? სერიოზულად ბიზნეს ვუმენი ვარ, სახში კი არ ჯერა სამწინიერ, მაგრამ ესეა რა. More than power, never. გასახებსაც გიტოვებ. მოვა ხუცუჩი. ყველაფერი. ზელდება გადაცემა ერთი დღე ნინესთან ერთად და მოვედით რიჯინის, ანუ რეჯინის სახლში. მე უკვე ამათი კლიენტი ვარ ერთი თვეა. ის რა შობა ჩემი კაბა? შობა გენესველი. გამიხადეთ? გაგიხადეთ, ცოტა ხანი მაცადე და მარტო დავიტოვე შენ. ნუ ძალიან ბევრს იკერავს, ხდები? აი კვირაში ორ კაბას მაინც და ეც ვართავ და სხვა შეკვეთებს ვეღარ ვიღებ. 1000 მკერავი. მარტო ნინეს უკვე. ჯერჯერობით 5 მკერავი მყავს და 5-ვე მაგაზინი გადაყოლილი. უკაცრავად. რამე უკენით მაგ გოგოს ესე. რებს აკეთებ, ბაბა, გრას იკერავ. რას უკერავ და წინა კვირას იყო ჩემი ძმის ქორწილი, საკორწილო კაბა აი ეს შეიკერე. კაბა რაც გეცვა აქ შეიკერე? ჩემი პატარძლის კიდე რაღაცას ვიკერავ. ეს ამეტებს ამდენს არ ვიკერავ, მაგრამ ეხა ერთი კაბა და რაღაცა ჯენტრი მაიკა მინდა რომ შევიკერო. დამიხატე რა ის გეხვეწები და ფოტოები რაც თავარია რა ამები რო გამოვა. რა უნდა დაგეხატოს? კაბის ესკიზი. კაბის ესკიზი. ბიჭო რაღაცა ახალს ვიღებ ეხა მალე ვიწყებ და რაღაცა მინდა რა. ახალი კლიპისთვის გინდა რამე ტანსაცმელი? არ გიცდი არასდროს რომ შენ თვითონ გადაიღო შენი კლიპი, ანუ მე ვიყო რეჟისორი. შენ იყო რეჟისორი. ხო, იცი რა, ძალიან ბევრი იდეა მაქვს ხოლმე სხვათა შორის და ამ ბოლო დროს საერთოდ საოცრებები ხდება, რომ რაღაცა კლიპის შეკვეთა რო გვაქვს და სიმღერას ვისმენ, ხო? ჩემთან სტუდიაში ხო გიგაა რეჟისორი და მე რო უსმენ, გიგა, მოდი, აბა ეს ხო არ გადავიღოს და ტიპი მეუნევა რომ აზრებს კითხულობ, ხო, გაიგე? არ მიფიქრია რომ რაღაც, მაგრამ ვფიქრობ არ გამიჭირდება რა, ფანტაზია კი მაქვს. ფანტაზიის მქონე ნინე მიემართება ეხა საით. ეხა წავედით სამსახურში, თორე აღარ შემიშვება. სტუდიაში. გუშინ გარჩენა ბავშვები რაღაცებს აკეთებენ და ნახოთ აბა რა გააკეთეს. შვილებო, საჭმელი მოგიტანეთ, შვილებო. ყოველდღე ყვება?
თითქმის ყოველდღე. არც არავინ არ არის და ჯეთ ხაგერ ჩამოვიდეთ ან კაპოზე გავშალოთ წამონდა იქეიფ სკანდალ ხო არ გადაჭის თორემ მოვიდა კაპოზე კეიფი გამიგებე ნინა მატირეს რომ ღერის მე რა კი გამირე შევანგრიოთ გამოვა ბორჯომ მოგიდათ ხაჭაპური და სიგარეტი. კი. სამზარეულოში როგორ ტრიალებდა ნინო ნახეთი და ეხა სამსახურში როგორ ტრიალებს, ანუ სამსახურის სამზარეულოში. ეს შევით. გამარჯობა. გამარჯობთ. რა საკეთებთ? რის რეკლამას? ხელები სუფთა მაქვს? კი, სუფთა გაქვს. სუფთა მაქვს. პრინციპში. მოსადა ქოდა. სახში ხო დაიმალე. არა. გამოსვლის. კი გამოსულა? ნუ რა ჭველი ხა იმედია. მე ვიცი რომ უნდა მოვიდეს და ხა წესთან დაიყოს უკვე. თანამშრომლობ შემდეგ იგა ხო? ხო, შემდეგ იგასია სტუდია და როგორც ჩემი იუნარად გიგასია და ნუ ვიდეო ხარეს თითქმის მთლიანად თვითონ უწყობა. შეიძლება ითქვას რომ ეხა აზე მოვედი უკვე რა და აქამდე თავიდან ნაკლებად და ეხა შემიძლია რაღაც პროცესი ისი რაც არ ვიცი სწავლობ და მონტაჟს ვსწავლობ მაინტერესებს გიგა გარკვევს ყველაფერში. კი გიგა აი ეს ფოტო ეს ძველია ეს ვიდეოს რომ ვიღებდით მაშინ მითიდან არის კადრი და მე დავამონტაჟა არტურა მასე მომწონს რა გიგა ხო ეს გიგა სამი ფოტოა ერთად შეერთებული ადრე იყო ჩემი ეს კაბინეტი რა რაღაცა სხვანაირი განლაგება იყო და ახლა კლიპისთვის სჭირდება ცეკვა და სარკე გადმოგვაქვს ხოლმე აქეთ და მოდის ცეკვის მასწავლებელი და სარკის წინ ცეკვავს ანუ კლიპისთვის ემზადები კლიპისთვის ემზადები ხო ნახოთ რა არ დამცინე არა მე სერიოზული პრეტენზია მაქვს რომ კარგად ვიცეკო გესმის და ამიტომ ძალიან ძნელია მინდა რომ ბიონსე და რაღაცა ამ დონეზე მინდა გაიგე და სანამ ცეკვა ვერ ვიცოდებ მაგდონე და ამიტომ არ გადავიდებ რა და მე ვფიქრობ ერთ თვეში უკვე მოვახერხე აი მე და ქუჩის ბიჭები წერთ დუეტს და მაინტერესებს აბა რა მინუსი ვიცოდი ხო განახებთ რას წერს ქუჩის ბიჭები მომასმენია რა ჯერ გეხვეწა განახო მე რებს кайფობ ჩამირთე რებს უმაშე მაინტერესებს რა გააკეთე და ძალიან არაქართულია ეს იცი როგორ მღერის ყველაზე მაგრად ეს მეოს ვიმყოფებით მინას სტუდიაში გადაცემა ერთ დღე გრძელდება აბა რა საკეთებდი ვაკეთებთ რა ვაკეთებთ და გიგამ გადამიღო ფოტოები აი კლიპის გადაღების დღეს და ეხლა ვამუშავებ ფოტოშოპში რა რაც აი პრობლემა მაქვს სულ თვალების ჩაშავება ყველას ფოტო რაც არ უნდა იყოს ხოლმე თვალებს და ვისთვის გინდა ანუ რაში გინდა გამოიყენოს ფოტოები ჯერ მეც მეყვარს ძალიან რა კაი ფოტოები სახში მეყვარს გავადი ჩემთვის ან ჟურნალებისთვის ან რაღაცა მე შეიძლება რომელიც გაიქნება ალბომისთვის არ ვიცი ვაგროვებ რა მაგრამ ჩემი ალბომის მზად იქნება უკვე ერთ-ერთ თვეში ვფიქრობ და გამჭირდება ბევრი კაი ფოტო რომ არჩევანი ნინას კლიპების რეჟისორი გიგა ბატონო როგორ მოგწონს ნინასთან მუშაობა თქვენ სამი სიტყვით ოთხი სიტყვით ხუთი ერთი სიტყვით რო გითხრა საკაი აი რა კარგი როდის ნინასთან მუშაობა და ყველაფერში გენდობა ხო ეგ თუ პრეტენზიები არა ნუ ინეგდა იცის ხოლმე რა იცი ვიცი აი ახლო კრუპნი ყვანთ ნუ მიღებ ხო იცი რომ რაღაცა რაღაც კომპლექსები ხო თვალები მაქვს ჩაშავებული ხო იცი რომ მიღებ ახლო ხედი არ გინდა ეს ხდება ხოლმე მაგრამ ისიც გეტყვის ერთს რომ აი დასაკომპლექსებელიც რომ უნდა იყოს ხოლმე წესით ისიც გეხსნება მე რა აი მაგალითად
ხო არა, ანუ რაღაც ესე გეტყვის აუ ესე არ მინდა რაღაც და რატო არ გინდა მოინა ესე იგი გოიმი ხარ რაღაცა თუ ხო და რაღაცა გეშვება არა, პრინციპში მართალია რა თუ რაღაცას პრეტენზია გაქვს და თუ გახარ სცენაზე და რაღაცას იღებ და იგივე მსახიობი ხარ, ხო? ამიტომ რაც საქმისთვის კაია და საქმეს ჭირდება, ის უნდა გააკეთო. პრინციპში კომპრომისებზე თუ წახვედი უკვე კაი აღარ გამბოლა, მე ეს ვფიქრობ. თუ შეაჯერებ დროს ჩემზე ფიქრი დაივიწყო ვიქნები მარტო უშენო ანუ რაში გეხმარება ის რომ შენ გაქვს საკუთარი სტუდია ყველაფერში აი დავიწყოთ იქით არა კეთება სიმღერები ჩემთვის ვესწრები გაკეთების პროცესს თუ არ მომწონს ანუ წაიშლება და ახლიდან გაკეთდება შევაპარაკობდი რომ ზოგჯერ სიმღერის ხასიათზე არ ვარ და რომ სადავშეთ გიწევ სტუდიაში ანუ კერძო სტუდიაში ნუ ქირავ სტუდიას და იქ მუშაობა შეიძლება არ იყოს სიმღერის ხასიათზე და ვერ ჩაწერო ხო რა თქმა უნდა მაგრამ ესია რა იმიტომ რომ თქვათ მაქვს სადღაც 4 საათზე ჩაწერა ეხლა შეიძლება იმ 4 საათზე საერთოდ არ მემღერება მე ან რაღაცა ისე ვარო რა ხმაზე ვარო თუნდაც მაგიტო არის ძალიან კაი რომ როცა მინდა შევდივარ და ვაკეთებ. ერთი კიდე რა ხდება, იცი, ცუდი რა მხრივ არის, რომ შენი რო არის გონია რომ აი მაინც ჩემია და ჩავწერ ან რაღაც და აი დრო იკარგება რა, ბევრი გესმის რომ აი 6 თვეა თუ 7 თვეა რაც გაიხსნა სტუდია და აი კლიპი რაღაც ერთი თვის უკან გადავიღე, იმიტომ რომ აუ შენ მე გადაგიღებ, შენ მე გადაგიღებ, შენ მე ხო ხტები რა მომენტია და ბოლოს უკვე თითქმის სკანდალი არა, მაგრამ ანუ ნაკლებად ფიქრობ საკუთარ თავზე. რო გითხრა ახლა ნაკლებად ფიქრობ და მოვიტყვა მაგრამ არის ის ხო მიწევს რა თქმა უნდა ახლა თუ სტუდია დაკავებულია და სხვა მუშაობს რაზეა ლაპარაკი ნუ გაკეთდეს და მე ვთქვათ მაგრამ პრობლემა რაშია კიდე იცი რომ ძალიან ბევრი სიმღერა არის დაწყებული და მე ბალანსი ყველაზე ზარება უკვე როგორც ყოველთვის და იწყება ნაკეთება და აჩერება მე არაშუაში და რაც შეეხება ახლა ამ კლიპს გიგამ ძალიან ოპერატიულად მალე გამიკეთა სადღაც ოკურიაში გადავიღეთ და გავუშვით უკვე მე ვიცი რომ ინტერიერის დიზაინი შენ გეკუთვნის ძირითადად მეტი ნაწილი და ვიცი რომ სტუდიის ანუ რემონტის და ასე ვთქვათ გადმოსვლის პერიოდში გაგაჯული დადიოდი ხო ძალიან აქტიურად იყავი ჩართული ხო ერთხელ მამაჩემი შეხვდა ელევას ბაზრობაში შემთხვევით რომ ხელში მეკავა რაღაცა უგოლნიკები ესეთი დიდი და ახლა მეჭირა რაღაცა თუ არ გაჭი გაჯერა ბურსნები მეჭირა და მოგიკვდა მამაო კი მითხრა იმიტომ რომ არ იყო სავალდებულო მაგრამ იმდენად მეჩქარებოდა და იმდენად მინდოდა რომ აი ბოლომდე ჩართული ვიყავი რა ამ ყველაფერში მინდოდა მუქი ინტერიერი შევარჩიე და ვფიქრობდი რომ ფოტოებით გავაფერადებდი აი ვიზარმაც რაღაცა ერთი როგორც დარჩა ერთი ფოტო და დატო ეს არ არის აუცილებელი რომ ჩვენ მომავალში რომ უფრო გაახალისო ანუ კი აუცილებლად ამიტომ ქუჩის ბიჭების კლიპი აქ ხო არა გადაღებულიო ქუჩის ბიჭები საკარი გადაღებული კიდე კაბუდა ამიკო საკარი გადაღებული ოღონდ იქით ოთახში პირველი კლიენტი თუ ვინ იყო თუ პირველი კლიენტები იყვნენ ემები მახსოვს და ჩაწერეს 3 სიმღერა ჩემთან ემებმა მე დავეხმარეთ ნუცა სკოლას ნუ კაბუ ალბომს აკეთებს თლიანად იმიტომ რომ 2 თვე ყოველ დღე მოდის უწევს მუშაობა ეხა ამ კვირაში ჩაიწერება წურწუმია ლეო წურწუმიას და კაბუს დუეტი კიდევ ვინ წერს ლაივ ჯგუფები წერენ უფრო ლადო ბურდული წერს ხშირად აი როგორ ზიდავს ნინა სარკეს აუ სასაცილო რა არის ამას ვერ იცაკვა მეონა ვიცაკვებდო ტანჯო როგორ წავიდი კი მახსოვს ამაზე არ მიდის ამაზე არ გაიხადე ობრაში არა ავიდა ხაბა დავადი და მერე ეს ხო რაღაცებს უმატებს ეს და კაი მოსწავლე რა მოწაფე
მამეთყოლა ჯერ პროსტა ორი გაკოთილი მივო აქამდე ძალიან დაღლილია ყოველთვის ძალიან ბევრი სამუშაო ორი გაკოთილი მქონდა ჯერ აბა კიდე რა ისწავლე? ორი გაკოთილი მქონდა ორი გაკოთილი ეს ისწავლე. ძალიან ბევრი საქმეა სანამ შემამდე მოვა უკვე ძალიან დაღლილია იცი რა მომდის ერთი ნახევარი საათი და გახურება გაიგე რო გახურდი აღარ ვჩერდე მუსიკაც იქნება აბსოლუტურად განსხვავებული ახალი სიტყვა იქნება აი თამამა თუ ამბობ და ცეკვას კლიპიც მინდა რომ რაღაცა ძალიან სხვა გადავიყო რა ნახე რამდენად გამომივა ხო ცეკვებით მინდა ნუ სანამ კარგად არ ვიცოდი არ გადავიღებ ეს კლიპი ახლა ახალწლამდე გეყოფა მეყოფა მე ის მინდა რა არქშია ვიშია საწავიდე ცხეთა გვიდა იქ მიხედებოდი და სადღაც აიყინებს მოვყიდე ხელ და უკარო მეორე კედელს მივარტყი თავი და ნახევარი საათი ვედი რედაქცია და ვიყავ მარტო მოხშია ანუ ხათო განკითხონდა არა განტვირთვა მაგას არ მოშილა ჩვენ მოხშილა არა სიმართლე გითხრა იცი რა არის რომ შიმშილის ხნობას დიდად ვეღარ ხსნა ხოლმე უკვე რა თუ არ მაჭამო არ შეჭამ ერთი თუ შეჭამ მე ჩვენ ცხეთაში მივდივართ ჩვენ ცხეთაში მივდივართ რა მეტერსობს ახლა ამ დროს ბავშვი სად არის როცა შენ ცხეთაში მივდივართ ჯერ არის 6 საათი ჩემო ჩემი შვილი არის ცეკვაზე ხა 6 საათზე 6 საათზე უმთავრდება ცეკვა 7:30-ზე მივა სახლში სანდროს ყავს თავისი აღმზრდელი ძალიან კაი გოგო ნინიკო და მე დრომაქვს 9-დან 10 საათ მაქსიმუმ 10 საათზე რომ მივიდე მაგრამ ზოგჯერ უფრო ხშირად მივიდივარ 9-ზე და ზოგჯერ უფრო ადრეს ვაშლი ხوارდი არა ვაშლი მე არ მინდა ეს ვაშლი ორი კვირა და იცი როდიდან დევს ორი კვირა სახში ატანა მეზარება ცხეთაში გრძელდება გადაცემა ერთი დღე პირველად ერთი დღის ისტორია რაღაცა იმდენი ხალხი ჩას რომ ადგილი რო არ იყოს ემი ვაიმე აუ წადის მოვიდა გაშიყვარს ხინკალი არა ჭადი და ყველი მინდა ახლა იაფანი და გამოვიდა იაფანი შენ რა უნდა ჭამო მარტო ჭადი და ყველი ჭადი და ყველი კი არაფერი სერვან ჭადი არ მინდა იცი რა და ხინკალს როგორ ჭამ იცი რა წვენს და ხორცს ყური და ის ვამე ცომე განებს ჭამს და ხორცები მაგიდაზე ცომე დუეტი ეკადაია ვარ. ვა. აი 4-3 ვიახარია. ეკადაია. ერთი გვაქვს. უბრალოდ აჩის მაგივრად წიცვალი. ეს. დაბაშიდობე. აბა შენაკი. მე არა ამა დაიმშვიდობა, იმიტომ რომ მე არსად არ მოვიდოდი რჩები. მართლა ძალიან კაი. ძალიან მადლობა. ძალიან მიყვარხარ. ძალით. და რა ვიცი. ისურვებ ყველას კაიქს. რა თქმა უნდა გაიცემა ერთ დღესთან ერთად იკოც გემშვიდობებად ისევე როგორც ნინა უკვე დაგემშვიდობა და მე გადაწყვიტე რომ ნინას მეგობრებთან ერთად გავერთო დღეს საღამოს ისე რომ თქვენ დაგემშვიდობოთ მაგრამ მე მგონი კარებს აღარ მიღებენ